Lasciatemi cantare con la chitarra in mano. Lasciatemi cantare la canzone piano piano. Lasciatemi cantare perché ne sono meno. Sono un italiano. Un italiano vero. Lasciatemi cantare con la chitarra in mano. Lasciatemi cantare una canzone piano piano. Lasciatemi cantare perché sono meno. Sono un italiano. Giorgiano. Vero. მეგობრებო, აი ასე ორ-ორი სიმღერით დავუსვით დამეჯიტებისთვის. ორ-ორად. და გიტარას მივაშველეთ, ესე იგი ჩვენი სტუმარი, განსაკუთრებული სტუმარი წარვადგინოთ, ჩვენ ულამაზეს ქალბატონი და ვარსკვლავი სიმონა კავალარი, კეთი კიმოსტელი და ნანა ლომისელი. ლომი არის, მაგრამ რაღაცა რიტმაში კარგად ჩაჟდება. არ ძლებოდა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გითხარი ახლა როგორ მოხდა ეს ულამაზესი ქალბატონი საქართველოში და შენი რა ფოკუსები ჩაატარე, ესე იგი რომ ასე გვანებივრებ ამ იტალიელი ვარსკვლავებით. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა დიდი მოწვევისთვის. სხვადასხვა კიბებზე რომ ამოვდიოდით ახლა შესასვლელში, ჩვენი იტალიელი სტუმარი მეკითხება, აქო ძალიან თავისუფლად არ ვიხარო, ალბათ ხშირად ახარო აქ. და გუში სხვაგან ვიყავი და მეთქი არა მეთქი რა ქვია შენი ასაკიდან გამომდინარე ძალიან თავისუფლად არ ვიყავი ეგ არ გასულოდ მე უნდა რომ რაღაც ძალიან თავისუფლად ადიხარო და ალბათ აქ ხშირად ხარო და ბატონო და თქვენ ხშირად იქნებით თქო ხშირად იქნებით რა თქმა უნდა ჩემთვის აქ ყოფნა არის ბედნიერება პირველ რიგში მიხარია ყოველთვის თქვენთან მოსვლა მithumetes ესეთ ადამიანებთან გვერდში ყოფნა და შეეხება ჩვენ ამბავს ჩვენი ფონდი აგძელებს აი ესეთ სასწაულებს დიდი მადლობა ახდენას და აი ეს მომღერლების თემა რომელიც ქონდა მთელი ამ 3 წლის განმავლობაში ეხლა უკვე გადავინაცვლეთ და ცადეთ ესე რომ ვთქვათ უკვე იტალიელ მსახიობებზე და აი პირველი არის ქალბატონი სიმონა კავალარი, რომელიც არის ქართველებისთვის ძალიან ცნობილი იტალიური ფილმიდან 8 ფეხა. კი ბატონო. თუმცა მას 60-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ქართველებისთვის ყველაზე დამსამახსოვრებელი იყო ეს. ჩვენამდე 8 ფეხა მოაღწია. დიახ. მე მახსოვს, როდესაც მე ხმაში პატარა ვიყავ, მაგრამ ზოგადად გადმოცემით ვიცი, რომ როცა ეს ფილმი გადიოდა, ქუჩები წარიელდებოდა, როგორც საქართველოში, ისევე იტალიაში და ეს იყო ის დიდი გამოძახილი, რაც აი მაფიის წინააღმდეგ იყო მიმართული და ახლა წარიელდება ქუჩები და რომ ნახეს, რომ ჩვენთან არის სტუმრად, უკვე საანების და თაყვანისმცემლების მთელი ჯარი არის უკვე მოსული. ის თვითონ რომ ანუ მართ ჩვენ ქვეყანაში რა ხდებოდა, როდესაც იწყებოდა სერიალი 8 ფეხა. 8 ფეხა. და მithumetes როცა კომისარი მოკლეს, ნახევარი კი არა, მე მგონი მთელი საქართველო ტირო. შავები ეცვა. მართლა. ჯერ ისედაც უყვართ ქართველებს შავები შეცვა და კლან. მოდი გავესაუბროთ მაშინ ქალბატონი. კი ბატონო, უბრალოდ ერთ დავამატებდი, არის იმდენად, აი ყველაზე მეტად რაც მე დავაფასე ამ ადამიანში, მიუხედავად რომ აი ბავშვობიდან რაც მახსოვს ეს ფილმები, არაერთი ფილმი მისი მონაწილეობით, არის უბრალოება. ის არის საოცრად უბრალო და ამავდროულად უდიდესი ადამიანი. ისეთ დიდ მსახიობებთან აქვს მას მონაწილეობა მიღებული, როგორც ვიტორიო გასმანი არის, როგორც სტეფანია სანდრელი, ჯანკარლო ჯანინი, მიკელე პლაჩიდო და ანუ აღარ გავყვები მთელი ფრანგი ვარსკვლავები ასევე და ცირა, როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ ის ადამიანი ჩვენთან არის და აი ფილმიდან დაწყვეტი, აი ეს კადრი, ნუ ეს კადრი იყო ყველაზე ესეთი სპრუტი უსულად. და მე მინდა ვთქვა, რომ
ჩემთვის არის ბედნიერება, როდესაც დღეს ეს ადამიანი არის ჩვენს გვერდში. და ბიჭო, ვათმევინოთ რაღაცა. კი ბატონო, всё, მე ჩუნდები. არა, რა. ჩუნდები, შეიძლება დაიჯერე ხომ რა გავჩი. არა, რა თქმა უნდა. პირველ რიგში ვილოცავ, რა თქმა უნდა, იტალიის რესპუბლიკის დღეს და გილოცავ ნამდვილად. კი გვიყვარს ქართველებს იტალიელები ძალიან და იმედი მაქვს რომ ეს ორმხრივი არის ეს სიყვარული. Speriamo che questo amore corrisposto. ვაი, მე ხმამაღლა ისაუბრეთ რა, ისე მიყვარს იტალიური. აი, როგორ შეიძლება არ გიყვარს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. Sì, sì, è sicuramente corrisposto l'amore perché ho subito trovato sintonia in questo paese, mi sento a casa, vedo che c'è molta unione, non so perché. Sì. E anche le persone che vedo, anche loro, per me hanno delle facce italiane, non c'è una differenza, insomma. ნამდვილად ვადასტურებ იმას, რომ ეს ჩვენი სიყვარული, ურთიერთ სიყვარული არის, თქვენგან გამომდინარე, ასევე ჩვენგან მომდინარე თქვენი ქართველების მიმართ. მე თავიდანვე, როგორც კი ჩამოვედი, უკვე ოჯახში ვიგრძენი თავი, იმდენად თბილად დამხვდა ყველა და აი აქაც ზუსტად იგივე გარემო დამხვდა, ძალიან შინაური და გარდა ყველაფრისა, ერთმანეთს ვგავართ ვიზუალურადაც, ფიზიკურადაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს და ძალიან ბევრი ადამიანი ნახე ისეთი გვარებითაც. E anche con i cognomi. მოსტელი. კი ბატონო. თვითონ ამ კორადო კატანის როლის შემსრულებელთან ეხლა მეგობრობა აქვს და როგორ რა ურთიერთობა მიკელე პლაჩიდოანო. მიკელე მიკელე. ცოცხალი რო ყოფილა, რომ გვეგონა რომ ახლა მომკლეს. 79. როგორ არის No, lui è una persona molto riservata e poi adesso è molto anziano, quindi non mi è più capitato di incontrarlo purtroppo. მას შემდეგ სამწუხაროდ არ მქონია საშუალება მისი ნახვის, ახლა უკვე ხანდაზმულიც არის საკვარისად და 79 წლის ყოფილა. უკვე ესე ვთქვათ განდეგილად არის უფრო. აჰა. ესე გებია, ვაიმე ძალიან გვიყვარს ქართველებს და რა ვიცი რა როგორ გაიგებს შეაფერს მაგრამ მოვიკითხოთ აი კადრები აი ეს მიკელე პლაჩიდოსთან ზუსტად საოცარი. ქალბატონო სიმონამ თუ იცის რამდენი თაყვანისმცემელი ყავს საქართველოში და ასე ძალიან რომ უყვარს. ძალიან უყვარს. Ieri sera mi hanno riconosciuto per la strada. მართლაც აი გუში რომ სეირნობდით ქუჩაში მიცნო ეხლა ქალბატონმა, ქართველმა ქალბატონმა. ოღონდ უნდა გითხრათ რომ ახლა უკეთ გამოიყურებით კიდე ვიდრე აი ფილმებში მინდა გითხრათ. più bella adesso. Grazie, grazie. De facto. ნამდვილად ანათებს Veramente ha una bellezza che splende. მაინტერესებს თუ რამე სმენია იქამდე საქართველოზე და თუ რამე იცოდა ჩვენ შესახებ თუ ეხა ბოლო პერიოდში გაიგო ჩამოვიდა თუ არ ვიცი ეგ როგორ Mi interessa tanto se prima aveva capito, aveva sentito qualcosa della Georgia oppure recentemente prima di arrivare qua oppure qua. Prima aveva qualche notizia della Georgia? Sinceramente non tanto. C'è un mio amico che è stato qua e avevo visto delle foto stupende, quindi ero andata a vedere. Poi ho conosciuto lui su Instagram, quindi da qualche mese che ci scrivevamo anche prima. E prima di venire ho letto un po' sulla Georgia, ho letto che siete un popolo, uno dei popoli più ospitali del mondo e adesso posso confermare. Grazie. ასე მგონია ყველაფერი მესმის. შეგრძნება ეგეთ არა, ნიკამ ვერ გაიგო ბოლოს. ნიკასთვის კი ბატონო. სიმართლე გითხრათ, საქართველოზე აქამდე არაფერი მსმენია. ერთი ჩემი მეგობარი იყო საქართველოში ნამყოფი და მას ქართული მაფიაც არ გაუგია, მარტო იტალიური მაფია გაუგია. Non ha sentito niente della mafia. და ჩემი ერთი მეგობარი ნამყოფი არის საქართველოში, მასთან ვიყავი სტუმრად და დამათვალიერებინა არაჩვეულებრივი ფოტოები. აი იქედან ვიზუალურად ვიცნობ და მე უკვე ნიკასთან მქონდა კონტაქტი ბოლო პერიოდის განმავლობაში ინსტაგრამზე და ჩამოსვლამდე მე თვითონაც წავიკითხე, გავიცანი სხვადასხვა ფაქტებს საქართველოს შესახებ, წავიკითხე ის რომ არის ძალიან სტუმართ მოყვარე ერი და ამას უკვე მე თვითონაც ვადასტურებ, მას შემდეგ რაც ჩამოვედი. ეხლა ერთი ცოტა ინტრიგნული კითხვა უნდა დავსვა.
გუშინდელ საკეთ, გუშინწინდელ საკეთ, ესე იგი ქართველის μονაწილეობით იტალიური კლუბი რო დავამარცხეთ, გაბრაზებული ხო არ არის ქართველი? არაცხელიებთან დაკავშირებით. Allora, siccome nella partita Milan Inter. sì, Inter. Che va, Milan, Inter, che va. Hanno vinto. Paris Saint-Germain? Sì, ma lì gioca il nostro Kvaratskhelia, il nostro Sì, sì. Non è un po' offesa per questo fatto. No, perché l'Inter. საიდან არის ეს? რომიდან? რომი? ყველა გზა ჩვენი სადმი. ანი ყოფილა. ყველა გზა სადმი. რომიდან? აბა მაგას კითხვა უნდა და ეხლა. ე ბატონო, საერთოდ ბევრი ნეაპოლელი გულშემატკივრობდა PSG-ს ხვიჩას გამო. კადრებიც გავრცელდა ძალიან ბევრი და ჩასულებიც იყვნენ ნეაპოლიდან ფინალზე და გულშემატკივრობდნენ PSG-ს ხვიჩას გამო. ასე რომ იტალიელების ერთიანობაზე ნუმანერული როგორი საქმეა გაიხარეთ იმედი მაქვს რომ რომის წინააღმდეგ არ მოუწევს კვარაცხელიას სასაზროს თამაში რა გეგმები გვაქვს ახლა თქვენ რომ ისაუბროთ აი თქვენ როგორც ბრძანეთ რომ ქუჩაში თუ გსნობენ თუ ახსოვხართ ხალხს და ასე შემდეგ და იმდენს ახსოვს რომ რო გაიგეს რომ 5 ივნისს იქნება 8 საათზე მარჯანიშვილის თეატრში ქალბატონი სიმონას მასტერკლასი დიახ თქვენს თეატრში ადგილები არის გადავსებული და კიდევ ერთხელ შევახსენებ სტუდენტებს რომ მათთვის დასწრება არის უფასო აუ რაღა ხუთში დამიხვდეთ ერევანში მივდივარ ესე იგი მაინც და მე ხუთში დავიყო ერევანში კარგი 8 საათი არის ჯერ არის ჩვენი ინკლუზიური დასის სპექტაკლი ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი და შემდეგ არის მასტერკლასი უკვე სადაც ქალბატონი სიმონა შეხვდება მსახიობებს ხელოვანებს სტუდენტებს და ბანკეტი როდის არის ბანკეტი 6-ში რო გააკეთოთ 6-ში გააკეთოთ 6 შენ ოღონდ მოდი და ეგ პრობლემაა აი ვიმახსოვრებ მე რეგეთსა როგორ არის იტალიური როგორ პირობას მიდი Ti prometto ბაბე tintoranto tintorento ინტერესთან დაკავშირებით დავამატებ ერთს, რომ იმდენად დიდი არის ზოგადად ქართული კულტურის და საზოგადოების ინტერესი, რომ კულტურის სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტი, თეატრალური უნივერსიტეტი, მარჯანიშვილის თეატრი ყველა ჩაერთო, ყველა მხარი დაუჭირა ამ პროექტს და დიდი მადლობა იტალიის ელჩი, რომელიც გვერდში გვიდგას უკვე მერამდენე საღამო არის და და იქნება სხვა საელჩოებმა და ელჩებმაც მიბაძონ რა თქმა უნდა კონკურენცია უნდა გავზარდოთ, რომ ერთმანეთს შეეჯიბროთ. აი ხამდულად და იტალიელები ამას სამაგალითოები არის. მასიმილიანო დანტუონო არის იტალიის ელჩი საქართველოში. ჩვენგან დიდი მოკითხვა. მართლა საოცარი ადამიანია და ჩვენი ფონდის ძალიან დიდი მეგობარია და არა მარტო ჩვენი ფონდის, ზოგადად საქართველოს, იმიტომ ძალიან უყვარს. საქართველოს ქართველები და ნუ ჩვენს გვერდში გვიდგას და გვეხმარება ამ ყველაფრის განხორციელებაში, ესე რომ ვთქვათ. კიდევ ერთი სიმღერის დრო გავაეხლა. კი ხო? კი არ გალაპარაკებს. არა, არ გასაუბრებენ, არა. უბრალოდ მე ჩემი მხრიდან ზურა შენ არ შეგიმჩნევია და ეს ნახე მარტო იტალიის დროს არ მკეთია სპეციალურად ეს მაჩი ეს რომ მე კი ზურას დღეს ესე და გავახარებ. რაღაცა ხო უნდა იყოს. ასე რომ მადლობა უნდა უთხრათ ქალბატონ სიმონას ისე ალბათ აუხსნიდი უკვე და იტყოდი ეს სიმონა საქართველოში როგორ სახელთან არის ვაჟკაცობასთან და ასე გამოთქმაც რო არის სიმონა ეს უკვე ქუთაისური გამოთქმა რომელიც ძალიან დიდი ისტორიის მატარებელია და სიმონა აი უხსნის ზუსტად ახლა კი ბატონო დელთავარი იყო და აწამეს და ვერაფრით ვერ გაკეთეს. იმის შემდეგ კარგი ადამიანობის და ვაჟკაცობის დამადასტურებლად ეძახიან ერთმანეთს. კი ბატონო. სიმონ რა კარგი ბიჭია და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. ისე სხვათა შორის ძალიან კარგად ღერის და რამე ხო არ არის იდეაში ერთობლივი სიმღერის შექმნა სამომავლოდ ქალბატონ სიმონასთან ერთად. Simona canta bene. Mamma, uccioli che questo è il progetto di un duetto? Ci pensiamo, Duetto, trio. Grazie mille. Duetto და ტრიოზე გამახსენდა ეხლა ბაგარი ტრიო ყავს. დიახ. დაემატება ნიკოლოზი როგორც ვატყობს. არაჩვეულებრივი ადამიანები, ალეგრო, პატა, გოჩა და პანიკო და რა ვიცი, ჩემთვის ბედნიერება ამ ადამიანთან გვერდში დგომა და მაშინ დაუდექი გვერდში თუ ბედნიერება და ჩვენ დავრჩებით აქ გოგონებს არ მოვაწყენთ, მოვასმენინებთ.
აბა ლაპარაკობთ მოიყურება ესე იგი სულ არა. გისმენთ ყურადღებით როგორ არ გისმენთ იტალიურად ფიზიკური აქტივობები. Se bastasse una bella canzone a far piovere amore, si potrebbe cantarla a milione, 1.000.000 di volte. Bastasse già, non ci vorrebbe poi tanto imparare a amare di più. Se bastasse una vera canzone per convincere gli altri, si potrebbe chiamarla per nome, visto che sono in tanti. Fosse così, non si dovrebbe lottare per farsi sentire di più. Se bastasse una buona canzone a far dare una mano, si potrebbe trovarla nel cuore senza andare lontano. Bastasse già, non ci sarebbe bisogno di chiedere la carità. Dedicato a tutti quelli che sono allo sbando, dedicato a tutti quelli che Non hanno avuto ancora niente. e sono emargini da sempre, dedicato a tutti quelli che stanno aspettando, dedicato a tutti quelli che Rimangono dei sognatori, per questo sempre più da soli. Se bastasse una grande canzone per parlare di pace, si potrebbe chiamarla per nome, aggiungendo una voce. Una tra voi, finché diventa di un solo colore più vivo che mai. dedicato a tutti quelli che sono allo sbando, dedicato a tutti quelli che Hanno provato ad inventare una canzone per cambiare. in ogni senso Hanno creduto, cercato e voluto che fosse così. e fosse così, E fosse così. Fosse così. Bravo! Bravissimo!